სახელითა მამისაითა და ძისაითა და სული საწმინდისაითა. დღევანდელ კვირას თავრდება ციკლი აღდგომასთან დაკავშირებული მსახურებების, რომელიც დაიწყო ზაქეს კვირით და დასრულდა დღევანდელ დღეს სულთმოფენობიდან ერთი კვირის მერე, როცა ვიხსენებთ ეკლესიაში ყველა ცხონებულ ადამიანს, ყველა წმინდას. და რა თქმა უნდა, შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ყველა წმინდანის ხსენებით თავრდება. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა თითოეული ჩვენთაგანის ანგელოზის დღეა. ანგელოზის დღე მოგეხსენებათ არის ჩვენი ფარველი წმინდანის ხსენების დღე და თითოეულ ჩვენთაგანს ყავს ესეთი ზრუნველი მეოხი, როგორც ტრადიცია გვამცნობს ქრისტიანობის. ისე რომ ყველას ანგელოზის დღეა დღეს. და შემთხვევით არ არის, რომ ამით სრულდება, იმიტომ რომ ეს არის ნაყოფი. ყველაფერი მოხდა იმიტომ, საერთოდ სამყარო შექმნა ღმერთმა იმიტომ, რომ და ღმერთის გარეშე, ღმერთის გარდა უпростоრეთ ყოფიერება არსებობს იმიტომ, რომ იყვნენ ძალიან ბევრი და ბევრი ადამიანი იყოს, რომლებიც დაემსგავსებოდნენ ღმერთს და იქნებოდნენ ბედნიერნი, როგორც ღმერთია, ისეთი ბედნიერი, როგორც ღმერთია. იქნებოდნენ მადლით ღმერთები და იცხოვრებდნენ ღვთის წიაღში, ყოვლადწმინდა სამების წიაღში, იმ დიდებით, იმ სიხარულით, იმ ბედნიერებით, რომელიც ადამიანის ხორცში მყოფი ადამიანისათვის წარმოუდგენელია, როგორც პავლე მოციქული გვამცნობს. შეუძლებელია და რომ იხილოს ადამიანმა, როგორც პავლე მიხილა, მერე გამოთქმაც შეუძლებელია. სხვა რეალობა ისეთი, რომელიც უსასრულოდ აღემატება ყოველგვარ აქაურ სიკეთის, სიყვარულის და ბედნიერების განზომილებებს. უსასრულოდ. თვისობრივად სხვა არის. ეს არის ბედნიერება, რომელიც არ არის აქაური ბედნიერება. ეს არის სიხარული, რომელიც არ არის აქაური სიხარული. ეს არის სიკეთე, რომელიც და სიყვარული, რომელიც არ არის აქაური სიკეთე და სიყვარული. ეს არის სიცოცხლე, რომელიც არ არის აქაური სიცოცხლე. უბრალოდ ჩვენ რა დავარქვათ არ ვიცით. და ამიტომაც უწოდებთ მას სიცოცხლეს, სიკეთეს, ბედნიერებას, ნეტარებას, მაგრამ არ არის ის სხვა რამე. და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავფიქრდეთ, ჩვენ რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენც მათ შეუერთდეთ. ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ იესო ქრისტემ ერთის მხრივ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ყველასთან საერთოა. იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ადამიანიდან ამოსდილი დიდი ხია და ყველა ტოტი, ყველა ნაყოფი ამ ხისა იმ ფესვიდან ამოდის. მაგრამ მეორეს მხრივ მიიღო ის ერთი ბუნება ინდივიდუალური, მიანიჭა საკუთარი პიროვნება ამ ინდივიდუალურ ბუნებას, ამიტომ იესო ქრისტე პიროვნულად არის ძეღმერთი და არა ადამიანი. და ეს ბუნებით ადამიანობა ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ხორცისა და სულის ერთობით არის ერთი ინდივიდუალური ბუნება. მაგრამ ამავე დროს ესე იგი ერთის მხრივ ის არის ზოგად ადამიანური აი ამ ბუნებიდან, ამ ზოგად ადამიანური ბუნების ხიდან მოტეხილი, აღებული ერთი რტო, მოტეხილი ცოტა ცუდი სიტყვა, რტო, რომელსაც თავისი პიროვნება, თავისი ჰიპოსტასი, თავისი პიროვნება მიანიჭა და თავის პიროვნებით მოიცვა და მარადიულად შეიერთა და ამით განაღმრთო. და ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე რა და ჩვენ რა. ჩვენთვის არაფერი არ მოხდებოდა. ჩვენთვის არაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ის, რასაც ეკლესიის დაარსება ქვია და ჩვენ როცა ვინათლებით ვამბობთ მწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეკლესიის რწმენა თანაბრად
რწმენისა, ყოვლადწმინდა სამების. ყოვლადწმინდა სამების, ღვთის განკაცების რწმენასთან ერთად ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები, გვჭირდება რწმენა ეკლესიისადმი. ამის გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგება. რატომ? იმიტომ რომ ეკლესია არის მისტიური სხეული, როგორც პავლე მოციქული ამბობს, საიდუმლო სხეული ქრისტესი. სწორედ იმიტომ მოგცა თავის ხორცი და სისხლი უფალმა საკვებად, სულიერ საკვებად, გასაგებია, მაგრამ სულიერ საკვებად, უბრალოდ შეცდომაა სულიერ საკვებად. მოგცა საკვებად ადამიანური ბუნებისა, მთლიანად შეგვიერთა. და ის, ვინც მიიღებს ხორცსა და სისხლს უფლისას, უფალი ამბობს, რომ მასში მარადიული სიცოცხლე იწყება, იმიტომ რომ ის ჩემთან არის და მე მასში ვარ. ეს არის ეკლესია. ანუ რწმენა ეკლესიისადმი, რწმენა, იმიტომ რომ ის თვალით არ ჩანს, როგორც ღმერთი არ ჩანს ხორციელი თვალით, ისევე ეკლესიის ღვთაებრიობა არ ჩანს. ხორციელი თვალით. ხორციელი თვალით ჩანს ჩვენი ცოდვები, მაგრამ ღვთაებრიობა არ ჩანს. ისე როგორც ქრისტეს ადამიანური ბუნება ჩანდა ხორციელი თვალით და ღვთაებრიობა არ ჩანდა, ამიტომ კადნიერდებოდნენ და ცემდნენ და ანერწყვებდნენ, იცით? მაგრამ და რომ გერწმუნა, რომ იგი ძეღვთისა უნდა გერწმუნა, მას თვალით ასე ვერ დაინახავდი, იგივე ეკლესიასთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გვწამდეს ეკლესია. მაგრამ რა არის ეკლესია? ეკლესია ვინ იტყვის, რომელიც ჩვენთაგან იტყვის, რომ მე ვარ ეკლესია. ან შენ ხარ ეკლესია. თუნდაც იყოს ეს ადამიანი უმაღლესი იერარქი, თქვათ ეპისკოპოსი. კი, არის ესეთი გამონათქვამი წმინდა მამებისა, სადაც არის ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია, სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არ არის ეკლესია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთი ეპისკოპოსი არის ეკლესიის სისავსე. არა. არამედ იმიტომ, რომ იერარქიულად მას აქვს ძალაუფლება შეკვისა და გახსნისა და აღშენებლობისა ქრისტეს სხეულისა, ევქარისტიული, ანუ ზიარების საშუალებით. მოკლედ, არც ერთი ადამიანი ცალკე ეკლესიად ვერ იწოდება. ეკლესია არის ერთი მთლიანობა, ერთი ორგანიზმი და ჩვენ გვწამს სწორედ ეს ორგანიზმი. ამას ვამბობთ. წამს ერთი წმინდა სამოციქულო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეს არის ერთი ორგანიზმისადმი რწმენა, რომელიც არის ღვთივკაცობრივი ორგანიზმი. ამ რწმენის გარეშე ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. ამგვარად მოვინათლეთ, ამგვარად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი დამოკიდებულება ეკლესიისადმი თუ არ არის სწორი, თუ არ არის მართალი, მაშინ მე ქრისტიანი არა ვარ, თუნდაც წამდეს ღმერთი ყოვლადწმინდა სამება და განკაცებული ძეღმერთი. აი აქ არის პრობლემა, სწორედ არასწორი ქრისტიანული სწავლებებისა, იგივე პროტესტანტული სწავლებებისა, რომლებიც ეკლესიას თითქოს სიტყვით აღიარებენ, მაგრამ მას როგორც ქრისტეს მისტიურ სხეულს უარყოფენ, საიდუმლოებრივ კავშირს მას ქრისტესთან, უფრო ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ ღმერთთან. იესო ქრისტე ჩემი პირადი მხსნელი, რა თქმა უნდა პირადიც, მაგრამ არა ეკლესიის გარეშე. და ხშირად მithქვია კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან პავლე მოციქულის ის ძალიან საშიში სიტყვები, რომ ვინც უღირსად ეზიარება, მრავალი არიან ავად და ზოგიერთი მათგანი კვდება კიდევაც, ეს კონკრეტულად არის არა იქიდან გამომდინარე, რომ შენ რაღაცა თქვათ გულის თქმები გააქვს და რაღაცა ცოდვები გააქვს და რაღაცა აქედან გამომდინარე, არა, არამედ ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ცოდვის წინააღმდეგ ნათქვამი, რომელიც ცოდვაც არის ეკლესიის მთლიანობისადმი წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა. ჩემთვის მაგალითად პირადად უთქვიათ, რომ როცა თქვათ პრეტენზიით, რომ რა ერთობაზე ველაპარაკები მამაო, სად არის ერთობა, ვდგავარ ჩემთვის რომ ღმერთი ვიპოვო და რა ერთობა. იქ ქრისტიანობა არ არსებობს. ეს ადამიანი, ასეთი ადამიანი როცა ეზიარება, ის სწორედ ქრისტეს სხეულის წინააღმდეგ ცოდავს და სწორედ მასია ამგვარი ეს სიტყვები, რომ მრავალი ხდებიან ავად და ზოგიერთი კვდება კიდევაც. მაინდამაინც გამოუწევთ განაჩენს, რომ ფიზიკურად გარდაიცვალოს. აქ უპირველეს ყოვლისა სულიერ ავადმყოფობაზე და სულიერ სიკვდილზეა საუბარი, როდესაც ადამიანი არის მაზიარებელი და არაფერი არ შველის. იმიტომ რომ სულიერად მკვდარია. იმიტომ რომ ის ვერ აცნობიერებს, რომ ეზიარება ქრისტეს სხეულის აღშენებლობისათვის. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, ჩვენ ღვთის თანამუშაკნი ვართ. რაში მდგომარეობს ეს თანამუშაკობა? უპირველეს ყოვლისა იმ უმთავრეს საქმეში, რაც ძეღმერთმა თავისი განკაცებით მოიმოქმედა, მან დაარსა ეკლესია. იმიტომ რომ ეკლესიას თუ არ დაარსებდა, მაშინ
იესო ქრისტეს განხთობილი ადამიანური ბუნება შენთვის არაფერის მომცემი არ იქნებოდა, კავშირი თქვენ შორის არ იქნებოდა. ასე რომ აღშენებლობა ქრისტეს ორგანიზმისა, ქრისტეს სხეულისა არის უპირველესი ვალდებულება თითოეული ჩვენთაგანის. მე ამ მონარიც ამოგიკითხავთ დღევანდელი 60 ქულოდან ებრაელთა მიმართ მე-11 თავი, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე მე-11 თავი პავლე მოციქულისა. თქვენ იცით რომ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველი საკითხავი 60 ქულო თუ სახარება უკავშირდება არსობრივად ამ დღესასწაულს. აი ესეთი ამონარიდია. და ესე ყოველნი ვინ რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ეს, ანუ წმინდანებზე საუბრობს პავლე მოციქული, საუბრობს წმინდანებზე, რომლებიც ჩვენზე ადრე გარდაიცვალენ. იწამნეს სარწმუნოებით, ანუ დაამოწმეს თავიანთი სარწმუნოება და თავი შესწირეს ამისათვის და არ მოიღეს აღნათქვამი, ეს ადგილი თქვენ იცით რომ ხშირად ვახსენებთ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და ამიტომ არ მოიღეს აღნათქვამი იგი, ანუ აღთქმა, ანუ ის რაც ღმერთმა აღუთქვა, მათ არ მიიღეს ჯერ, რამე თუ ღმერთმა ჩვენთვის ვისთვის, ჩემთვის და შენთვის არა, ყველასთვის, ჩვენთვის და მათთვის ჩვენთვის უმჯობესი. ანუ წარმოიდგინეთ, ადამიანი კვდება, ჩვენ ვიცით ესე ხო სწავლება, რომ ადამიანი კვდება მისი სუბსტანციის, მისი უბრალოდ მისი არსის ერთი ნაწილი, სული, რომელიც დამოუკიდებელი სუბსტანცია შეიძლება განხილული იქნას ამ შემთხვევაში, რჩება ცოცხალი, მიდის ღმერთთან, ჩვენ ვიცით გარდამოცემი წმინდა მამათა სწავლებით, რომ სული ნეტარებაში შედის, მაგრამ იგივე წმინდა მამები ამბობენ, ეს არ არის ის ნეტარება, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ადამიანს. შეუძლებელია მისთვის ამგვარი ნეტარება. სწორედ იმიტომ რომ და აგძელებს ის უმჯობესი სხვა რამეა, არა ინდივიდუალური, არა რაღაც ნახევარი ადამიანური ბუნებისა, არამედ უმჯობესი, რომელიც წინასწარ განიგულა, ანუ ღვთაებრივი ჩანაფიქრი ესეთია, რათა რა არის ეს ღვთაებრივი ჩანაფიქრი თითოეულისათვის, ვინ ჩვენზე წინ წავიდა, ვინც დღეს, ხვალ, ზეგ, მაღზეг წავა, სანამ ქრისტე დიდებით არ დაბრუნდება. რა არის ეს უმჯობესი? რათა არა თვინიერ ჩვენსა, ანუ ჩვენს გარეში, ანუ ყველანი ერთად. ანუ სანამ ყველანი ერთად, ყველანი დაწყებული ადამიც არ არის იმ ბედნიერებაში, დაწყებული ადამიდან, დამთავრებული ბოლო ადამიანით, რომელიც ქრისტეს შეეგებება მეორედ მოსulis დროს, ყველა ერთად სრული იქმნენ, ანუ სრულ ყოფილებაში შესვლა, ანუ სრულ ბედნიერებაში შესვლა, სრულ განღრმავებაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ყველანი ერთად ისინი გველოდებიან. მერე ჩვენ სხვას დაველოდებით და ჩვენ შემდეგ მოვლენ კიდე და საბოლოო ჯამში ყველანი ერთად შეიძლება გავხდეთ მხოლოდ სრულყოფილი. გესმით, როგორი მნიშვნელოვანი სწავლებაა. აი დღეს ყველა წმინდანის ხსენება, ისინი ჩვენს გარეშე ბედნიერები ვერ გახდებიან ვერასოდეს, სანამ ყველანი ერთად, ვინც ქრისტესნი ვარ, არ შევიკრიბებით და სრულყოფილება ჩვენი მხოლოდ ერთად მოხდება. ხედავთ, როგორი ვალდებულება არის ჩადებული თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება, თითოეული ჩვენთაგანისვე ბედნიერებაში. ვერ იქნები ბედნიერი სხვების გარეშე, შეუძლებელია, გამორიცხულია, ლაპარაკია იმ ბედნიერებაზე, რომელი ბედნიერებას ღმერთმა ჩვენთვის წინასწარ განიგულა. ბედნიერება, რომელიც სრულ სისავსეში მოგვეცემა. ეს რა თქმა უნდა, არის ვალდებულება, აი სხვა გზა რომ არა გაქვს, უნდა გიყვარდეს მოყვასი. ამიტომაც ამბობს უფალი ორი დიდი მცნება, ღვთისმსახურება გასაგებია, ეს თითქოს გასაგებია. ღვთის სიყვარულის გარშე ვერავინ ცხონდება, მოყვასის სიყვარულის გარშეც ვერავინ ცხონდება. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით შესაძლებელია ღმერთთან ყოფნა. ამიტომ ჩვენი ნებისმიერი უსიყვარულობის გამოვლინება მოყვასის მიმართ არის დამანგრეველი და დამღუპელი თითოეული ჩვენთაგანისათვის. ამიტომაც აი სილვან ათონელი ეს მართლაც სიყვარულის მოციქული. აი ესეთი თითქმის ესეთი იმპერატიული ტონით სვამაზე საუბრობს. ვისაც არ შეუძლია მტრის სიყვარული, ის არ არის ქრისტიანი. მტრის სიყვარული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, ნიშანი ჩვენი ქრისტესადმი კუთვნილებისა. იმიტომ რომ მტერიც ამ შემთხვევაში ამ ერთობაში განიხილება.
შენ თუ ფიქრობ, რომ ის მტერი არასოდეს ამერთობაში არ შემოვა, ეს სერიოზული შეცდომაა. იმიტომ ვინი ფიქრებდა, რომ ჯვარცმული ავაზაკი ოდესმე ქრისტეს შეუერთდებოდა. ვინი ფიქრებდა, მარიამ ეგვიპტელი, ან მოსე შავი, ან პავლე ოდესმე ქრისტეს შეუერთდებოდა. მაგრამ შეუერთდნენ და ისე, რომ ყველასათვის სამაგალითო გახდნენ. ხო სწორია? თაობები, წმინდა მამები, ღირსი მამები, გრიგოლ ხანძთელისნაირი ბავშვობიდან და წმინდა ნიკოლოზისნაირი ბავშვობიდან აღზრდილი წმინდანებისათვისაც კი მუდამ სამაგალითო იყვნენ ცოდვილი პავლე, ცოდვილი მარიამ ეგვიპტელი, ცოდვილი ჯვარცმული ავაზაკი, ცოდვილი და უამრავი ცოდვილი ადამიანი. არავინ არ ვიცით ვინ როგორ და რა იქნება. ამიტომ და რამდენის მტერი იქნებოდა პავლე ქრისტიანების. არენდობოდნენ, გახსოვთ როგორ არენდობიან პავლეს, როცა მოექცევა, იმიტომ რომ მტერი იყო. რამდენის მტერი იქნებოდა ჯვარცმული ავაზაკი და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის სიყვარულით, რომ ყოველ მტერში ადამიანი უნდა ხედავდეს ქრისტეს ხატებას, რომელზეც უფალი ზრუნავს, რომლისათვისაც ქრისტე მოკვდა. დიახაც ეკლესიის აღშენებლობისათვის უნდა ვიღვაწოთ. განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებმა. საქმე იმაშია, რომ მისიონერობის, რომელიც ჩამკვდარია საქართველოში, მისიონერობა არის მკვდარი, შეიძლება ასე ითქვას. აი ისეთი მკვდარი, რომელიც ალბათ რეანიმაციას ექვემდებარება. მაგრამ ჭირდება ძალიან ძლიერი ექიმი. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ეს კატასტროფაა, როდესაც 25 წელი მისიონერული საქმიანობა ჩვენ ეკლესიისა თითქმის ნოლს უტოლდება. აბა როგორ გამრავლდით? ღვთისმადლით გამრავლდით. რა თქმა უნდა, ვერ დაუკარგავთ გარკვეულ სასულიერო პირებს, დაწყებული ჯერ კიდე ალბედითი გასაბჭოების პერიოდიდან, რომლებიც შეიძლება დღევანდელი საზომით ისეთი იმით ვერ გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებული განსწავლულებით, სულიერებით და განათლებულობით, მაგრამ ეს ესტაფეტა არ ჩააგდეს და წამოიღეს, მოიტანეს და დღევანდელ დღემდე მოგვიტანეს ხელდასხმითი მადლი სამღვდელოების. ამიტომ ჩვენ მათ კი არ განვიკითხავთ, მაგრამ მეორე მხრივ ის რაც მაშინ საპატიებელი იყო, დღეს საპატიებელი 25 წელი ეკლესია თავისუფალია, დღეს საპატიებელი არ არის. ჩვენთან მისიონერული საქმიანობა თითქმის ნულის ტოლი. არადა თითოეული ჩვენთაგანისათვის ეს არის უმნიშვნელოვანი. აი შეიძლება ჩავთვალოთ, მე როგორც სასულიერო პირის დავალებათ მაქვს მოცემული. გახსოვთ პეტრესა და ქრისტეს დიალოგი, მიყვარხარ დამწცეცხოვანი ჩემი, დავალებათ მაქვს მოცემული, რომ მისიონერი ვიყო. ეს არის დავალება, ეს ისე არ არის, მინდა არ მინდა, შემიძლია არ შემიძლია, არ შეგიძლია სახში წადი, არ შეგიძლია ჯვარი მოიხსენი, არ შეგიძლია დაასრულეს შენი სამღვდელო მოღვაწეობა, სხვა გზა არა გაქვს. ეს არის ვალდებულება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფრინავმა თქვას, იცი რა, თვითფრინავის შტურვალთან ჯდომა არ შემიძლია. მაშინ წადი სახში, კაცო, რას ქვია არ შეგიძლია? რას ნიშნავს? ვალდებულებაა ეს, მაშინ არ ახარ შენ სასულიერო პირი. და უპირველეს ყოვლისა, სწორედ და რას ნიშნავს აღშენებლობა? შეიძლება რომ თქვა ინჟინერი აშენებდეს სახლს და მშენებლობა არ იცოდეს. თქვა შემიძლია, მეორე უკიდურესობა, შემიძლია, მაგრამ არ იცოდეს როგორ ააშენოს. წარმოგიდგენიათ რას ააშენებს. წარმოგიდგენთ რა საშინელება იქნება. პედაგოგი, რომელმაც არ იცის როგორ აღზარდოს ბავშვები და როგორ უხელმძღვანელოს ბავშვების აღზრდას და სკოლაში შეუშვებენ, ხო? ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს და უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მოდის ღვთის მაძიებლად ეკლესიაში, თითოეული ადამიანი გახდეს ეკლესიის, ანუ ქრისტეს მისტიური სხეულის ცოცხალი უჯრედი. პავლე მოციქულს შეიძლება ეთქვა, რომ ორგანიზმი კი არ ეთქვა, სხეული კი არ ეთქვა, რაღაც მონოლითი, სადაც თითოეული ჩვენთაგანი აგურია. სხვათა შორის ეგ სიმბოლოც არის წმინდა წერილში. ეკლესია როგორ დიდი შენობა. მაგრამ ეს სიმბოლო მეორე ხარისხოვანია. პირველხარისხოვანი სიმბოლო არის ეკლესია როგორც მისტიური სხეული. თითოეული ადამიანი არის არა აგური, მონოლითი, არამედ ცოცხალი უჯრედი. რა განსხვავება ადამიანი იკითხავს? ერთის რაღაც ფორმა აქვს, ერთსაც და მეორესაც. აგური
აგურს არ აქვს არანაირი თავისუფლება და სიცოცხლის უნარიანობა კედელში. ის უბრალოდ გარკვეულად შემაერთებელ როლს ასრულებს და რა თქმა უნდა ის როლი აქვს რომ ეკლესიის კედელი არ დაიშალოს. მაგრამ უჯრედი ცოცხალია. თვითონ არის ცოცხალი, მას გარკვეული თავისუფლების ხარისხი გააჩნია და ცხოველმოქმედებს სხვა უჯრედებთან მიმართებაში. თუ ის ცხოველმოქმედება მოკვდა მასში, ის მთელ ორგანიზმს დააზიანებს. უპირველესი ნიშანი ცხოველმოქმედებისა ეკლესიის თითოეული უჯრედისა არის თავისუფლება. ამიტომაც არის, რომ მოძღვრების ვალდებულება, რომ თითოეული ადამიანი ისე აღზარდონ ეკლესიაში, რომ მან მაქსიმალურად არა შეინარჩუნოს, არამედ ააღორძინოს თავის თავში თავისუფლება. თავისუფლებიდან გამომდინარე პასუხისგებლობა. აი მაგალითად, ხანდახანში მომაწვდიან ხოლმე აღსარებებს საკურთხეველში. ეს აღსარება ისეთია, რაც მუდმივი ბრძოლის საგანია საკუთარ თავში, საკუთარ სინდისთან, საკუთარ რწმენასთან, საკუთარ გულთან, მუდმივი ეს პროცესია. და ადამიანს არ შეუძლია ეზიაროს, თუ აი ამას მოძღვართან არ იტყვის. ეს არასწორია. შემდა გქონდეს პასუხისგებლობა, რომ აი ეს მუდმივი ბრძოლის პროცესი ჩემთან კი არ მოიტანო, შენთან გქონდეს და მუდამ იბრძოლო და აი ამ ტკივილით მოხვიდე ბარძიმთან და ეზიარო. და ეს მერე იღებს ფორმალურ ხასიათს, სინდისის დამამშვიდებელი ნარკოტიკის დანიშნულება უჩნდება და პასუხისგებლობას გიმცირებს. გონია რომ შენ რო ახლა იტყვი რომ ხო აი რაღაცა გულისხმები მაწუხებდა და იტყვი შენ თავისუფალი ხარ, არა ხარ თავისუფალი. არა ხარ თავისუფალი. კეთილინებად ამ გულისხმებზე ებრძოლე. მიიტანე თავის ზიარებიდან ზიარებამდე, მუდმივად იყავი შენი გულის სადარაჯოზე. ვერ აკიდებ მოძღვარს აი ამ ტვირთს. მოძღვრის დანიშნულება ეს არ არის. მოძღვრის დანიშნულება სხვა რამეა. და შენი საბრძოლველი, ამიტომ აქ შემოგზავნილი ამგვარი, ესე იგი, სინდისის დამაამებელი პატარა ჩანაწერები არაფრის მომცემი არ არის კი არა, თქვენთვის უფრო საზიანოა, რო იცოდე. ასე რომ გაითვალისწინეთ, პასუხისგებლობა, თქვენ თავისუფალნი ხართ და კეთილი ვინებოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისუფლებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წილი პასუხისგებლობა ვიტვირთოთ. და გარკვეული რისკის ფასად ვიცხოვროთ, თუ გნებავთ. იმიტომ რომ თავისუფლება ჩვენი შემოქმედებითი საქმიანობის გარეშე არ არსებობს, სადაც არის შემოქმედება, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, სადაც არის ქმედება და გზაზე სვლა, იქ ყოველთვის რა თქმა უნდა არის შეცდომის შესაძლებლობა, რისკი შეცდომისა. მაგრამ თუ ადამიანი ყველაფრის ამ იქით ქრისტეს ეძებს და ყველაფერი ჩვენი საქმიანობის мотиваცია ქრისტესთან ერთობაა, ყველაფერში ღმერთი გვეხმარება მერე. ყველაფერში და თითოეული ჩვენს მიერ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ისევ ჩვენ სასიკეთოდ გამოგვადგება. აღშენებლობა ვერ მოხდება შინაგანი ცხოვრების გარეშე. აი კიდევ ერთ ამონარით წავიკითხავ ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან, ეს მე-12 თავია უკვე, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ ასევე. აწუკე ჩვენცა, ესოდენი გვაქუს გარემოდგომილი, ჩვენ და სიმრავლე წმინდათა მოწამეთაი. ანუ წმინდანების დიდი სიმრავლეა ჩვენს გარშემო. ეს პავლე მოციქული ამას გვეუბნება იმედად, რომ აი ჩვენერები იყვნენ და თავიანთი ცხოვრებით დაამოწმეს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტად ადამიანად განკაცებული ღმერთი, ადამიანად მოსული ღმერთი და ძალიან ბევრნი არიან ისინი და ჩვენს იმედად არიან და ჩვენი მეოხნი არიან. აქედან გამომდინარე ჩვენ იმედიანად ვაგრძელებთ ბრძოლას და სიმძიმე ყოველი განვიშოროთ, სიმძიმე უიმედობისა, სიმძიმე სასოწარკვეთილებისა, სიმძიმე ყველა სხვადასხვა ცოდებიდან და ვნებებიდან გამომდინარე ბრძოლისა, ეს ყველაფერი სიმძიმე მოვიცილოთ. პირველ რიგში უიმედობა და პირველ რიგში უნდობლობა ღვთისადმი, რომ მას უყვარვათ, ამის რო არ გვჯერა და გვეშინია. სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და სიმძიმესთან ერთად უკვე აი სწრაფ მომავალი იგი ცოდვა, რომელიც ენერგიულად ახორციელებს ჩვენზე შეტევას. ცოდვა, ანუ ღვთისაგან განშორებულობის სული ამასოფლისა, ჩვენი დაცემული ბუნება და სული დემონური. და რბიოდეთ, ანუ მოძრაობდეთ როგორ მოთმინებით, იმიტომ რომ ბრძოლა გვიწევს. ბრძოლა, მოთმინებით რბიოდით, საით მირბოდეთ, საით რბიოდეთ, საით მოძრაობდეთ.
წინა განმზადებულსა მას ჩვენსა ღვაწლსა. ჩვენთვის ღვაწლი მოცემულია. ეს სარბიელი მოცემული გვაქვს. ღმერთმა მოგვიყვანა კონკრეტულ სიტუაციაში დაგვსვა, კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში, კონკრეტული ნიჭიერებებით, კონკრეტული შესაძლებლობებით, გნებავთ კონკრეტული სქესით, ყველაფრით მოგვიყვანა დაგვსვა ეს მოცემულობა კონკრეტული მშობლებით, კონკრეტული ნათესავებით, კონკრეტული გენეტიკური კოდით მოგცვა და გვითხრა, აი ეს არის შენი გზა და აბა შენიცი და მოთმინებით უნდა ვრბიოდეთ ამ ჩვენსა გამზადებულ ღვაწლსა და ვრბიოდეთ სად რა მიმართულებით ხედვიდეთ, ანუ ხედვიდეთ ეს არ არის შემთხვევით ეს სიტყვა. კიდე წეღანას თქვი, არ შეიძლება ბრმა რწმენა. არ შეიძლება ბრმა ღვაწლი. უნდა ხედავდე საით მიდიხარ. ხედვიდეთ ვის? სარწმუნოებისა ჩვენისა. ჩვენი სარწმუნოების ვის? წინამძღვარს და ჩვენ ვიცით რომ ჩვენი წინამძღვარი იესო ქრისტეა. ჩვენი მოძღვარი იესო ქრისტეა და ამას ხშირად გიმეორებთ, როცა ერთ-ერთზე ვსაუბრობთ ხოლმე რომ თუ შენი მოძღვარი ქრისტე არ გახდა შეგექმნება პრობლემა და პრობლემა სულიერ ცხოვრებაში მთელ რიგ სამრევლოებში და მათ შორის აქაც შეიძლება იქიდან გამომდინარეც კი იყოს საკმარისი პირობა იმისა რომ სამრევლოს კონდეს პრობლემა არის ის რომ სამრევლო ვერ ხვდებოდეს რომ ისი მოძღვარი ქრისტეა. იმიტომ რომ თუ შენთვის მოძღვარი ქრისტე არ არის, აი პავლე რომ მოგიყვან, ვაკ პავლე, ისის ვერაფერს ვერ გიშველის. ეს ძალიან სულ ერთი იქნება შენთან პავლე იქნება. თუ იუდა მაგალითად, სულ ერთი იქნება, იმიტომ რომ შენი მოძღვარი ქრისტე არ არის. ანუ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარს და როგორი წინამძღვარია? სრულების მოქმედი. ანუ წინამძღვარი არა ისეთი, რომელიც ნაწილს გთავაზობს, ნაწილს გაჩვენებს და ნაწილსაც ითხოვს, არამედ ყველაფერს გაძლევს სრულად და ბოლომდე ითხოვს შენგან. ბოლომდე, შენ რესურს ბოლომდე ითხოვს. არაფერი დაფარული არ არის. არაფერი აბსოლუტურად. ყველაფერი სრულად არის მოცემული. სრულების მოქმედსა, წინამძღვარსა და სრულების მოქმედსა იესოს. რომელმაც წინა გამზადებული მის წილ სიხარულის აქ ადამიანურ ბუნებაზეა საუბარი და აითმინა ჯვარი, სირცხვილი შეურაცხო და მარჯვენით საყდართა ღვთისა და დაჯდა. ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. მარჯვენით ღვთისა საყდართა დაჯდა. აი ჩვენ რას უნდა ვხედავდეთ? იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენს წინამორბედად შევიდა ყოვლადწმინდა სამების წიაღში, ადამიანურ ბუნებაზეა საუბარი, თორე ძაღმერთი ყოველთვის ყოვლადწმინდა სამების წევრია და სადღაც შესულიყო. საუბარია ადამიანურ ბუნებაზე, არა პიროვნულ შესვლაზე, არამედ მისი ადამიანური ბუნების ატანაზე. ამაზეა საუბარი და ჩვენ ამას ყოველთვის უნდა ვხედავდეთ და მიზანმიმართულად აი აქეთკენ მივდიოდეთ. ეს არის სწორედ ეკლესიაში შინაგანი ცხოვრების კიდევ ერთ-ერთი მიმანიშნებელი. თუ ეს ხედვა არ არის, და თუ ჩვენ ჩვენი რელიგიურობა არის სტიქიური, მაშინ ჩვენი მთელი აქცენტი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა იქნება გარეგანზე გადატანილი და ეს კიდე სამწუხაროდ არაფერს არ იძლევა, მხოლოდ ფარისეულურ სულს აღვიძებს. რელიგიური ვალდებულებების მოხდა როცა მსახურება გვიბიძგებს აქეთკენ. აი მსახურება წესი და კანონის უპირატესად ჩათვლა გვიბიძგებს რომ რელიგიური ვალდებულებები უნდა მოვიხადოთ აი ამ გარეგან მსახურებაში ჩვენში ეს ფარისეულურ სულს აღვიძებს და სინამდვილეში არის რა? სინამდვილეში პირველადი არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ანუ ეს შინაგანი ცხოვრება, როცა მე ვხედავ საითკენ უნდა ვიარო და აი ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, შინაგანი ცხოვრება წარმოშობს, თვითონ წარმოშობს რელიგიური მსახურების გარეგან ფორმებს და არა პირიქით. და ეს ფორმები უკვე, რადგან დიდი წმინდა ადამიანების მიერ, რომელთა ხსენებას დღეს არის მათი სულიერი მდგომარეობის განივთება. აი ისინი რო სწორად ცხოვრობდნენ და ეძებდნენ, აი ამ ძიებებს მოყვებოდა ამ ფორმების შექმნა. ჩვენ ახლა ეს ფორმები გვაქვს და თუ ჩვენ სიღრმისეულად ამაში ჩავიხედებით, ჩავწვდებით იმ სულს, რა სულმაც ეს ფორმები გამოძერწა. და ჩვენც იმ სულს მივიღებთ და მერე უკვე ეს ფორმები ჩვენთვის ბუნებრივი გახდება. და რადგან გახდება ბუნებრივი, აღარ გვემუქრება ფარისეულობა. ხოლო თუ ეს იქნება ხელოვნური და გარეგანი, მაშინ ეს ფარისეულობის საშიშროებას ბადებს. აი მაგალითად ჩვენ ვცდილობთ რომ ლიტურგიული მსახურება გაცოცხლებული იყოს.
გარკვეული ისტორიული მიზეზების გამო წირვაზე, ლიტურგიაზე აქცენტები დღეს ყველგან არა, მაგრამ ბევრგან კეთდება კვერექსებზე და გალობაზე. კვერექსები, გალობები, გარეგანი კეთილმოწესეობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცუდი არ არის, ეს ყველაფერი კარგია. სილამაზე არქიტექტურული ხატების, კეთილსურნელება, საკმევლის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ცუდია, როცა აქცენტი ამაზე კეთდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქცენტი გაკეთდეს სხვა რამეზე, აქცენტი გაკეთდეს საიდუმლოებაზე. საიდუმლოება აქვს თავარი. როგორ ხდება, რომ ჩვეულებრივი პური და ღვინო, ჩვეულებრივი საჭმელი ხდება ქრისტეს ხორცი და სისხლი. ამაზე აქცენტი და აი ამ ყველაფერს ემსახურება უპირველეს ყოვლისა ის უმაღლესი ღვთისმეტყველება, ანუ ის უმაღლესი ლოცვები, რომელიც მოციქულთა და წმინდანების გულიდან ამოსულია, იმიტომ რომ ავტორი ამ ყოველივესი სულიწმინდა ღმერთია. იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთი რომ არ მოსულიყო, ის საიდუმლოება, რასაც ეკლესიის სხეულის აღშენებლობა ქვია, როცა თითოეული ადამიანი ხდება ქრისტეს ადამიანური ბუნების ნაწილი, ეს ვერ მოხდებოდა. ანუ სულიწმინდა ავტორი აი ამ საიდუმლოებებისა და სულიწმინდა ახორციელებს აი ამ გარდასახვა სულიწმინდა ღმერთი, რომელიც 50-ე დღეს გარდა მოვიდა მოციქულებზე. ანუ აქცენტი, ჩვენ ვცდილობთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ სწორედ საიდუმლოებაზე. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ის ლოცვები ხმამაღლა იყო, ყველაფრის თანამონაწილე გავხდეთ ყველანი. სასულიერო პირები, რომლებიც თითქოს და ჩუმად თქვათ ამბობენ ხო ამას, თითქოს მრევლისაგან დაფარულად. სინამდვილეში მათ თვითონაც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მათთვისაც ხელი შემშლელი ხდება უკვე იმ რიტში ჩაჯდომა და თან ლოცვა, თან გალობასა და კვერექსებს შუა წარმოთქმა და ფაქტობრივად თვითონაც აკლებენ აი ამ სიდიადეს საკუთარ თავს. და ხდება ის, რომ საიდუმლოება აღესრულება, მაგრამ ადამიანური მხარე ჩვენი ეკლესიისა ვერ ხდება თანამონაწილე. ამიტომ აღშენებლობა ქრისტეს მისტიური სხეულისა უხარისხოდ მიმდინარეობს. ამიტომაც ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი ცხოვრებისათვის უდიდესი დახმარების საშუალება აქვს სწორედ იმას, რომ ევქარისტიული მსახურებაზე აქცენტი გაკეთდეს არა გალობაზე, რომელიც გამშვენებისათვის არის, არა კვერექსზე, რომელიც პრინციპში მეორე ხარისხოვანია, არამედ შინაგან საიდუმლოებრივ მსახურებაზე. ამ ყველაფერს ახასიათებს დინამიკა. ეს რაც ხდება, ეს შინაგანი ცხოვრება და აღშენებლობა დინამიური პროცესია. თორემ დინამიკა თუ არ იქნა, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. აი პავლე მოციქულის კლავის სიტყვები, რომელიც თქვენ ასევე იცით, მე-12 თავიდან კლავ ებრაელთა ეპისტოლედან, რამე თუ არღარა სისხლამდე წინააღდგომილ ხართ, თქვენ ცოდვასა მიმართ ახოვნად. ანუ ცოდვა, წეგანაც სწრაფ მომავალი ცოდვა, ანუ ცოდვა, რომელიც თავისთავად არის ძალიან დინამიური, აგრესიული და პლუს ამას ემატება ის, რომ გარკვეული ძალმოსილება აქვს მას აღებული და თან ეშმაკისაგანაც ძლიერად იკვებება, ის არის დინამიური. ამიტომ თუ ჩვენი სწრაფვა ღვთისაკენ, შინაგანი ცხოვრებისაკენ არ იქნება ასევე დინამიური, ოღონ ისეთი, რომ იმ ცოდვის დინამიკას გადააჭარბოს, მაშინ ჩვენ ამ ქრისტეს სხეულის აღშენებლობაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ამიტომ პავლე მოციქული და აი ამ წინააღმდეგობას, სადაც აი მთელი ამასოფლის სული და დემონური სამყარო და დაცემული ბუნება მთელი ძალით გვიტევს, აი ამას რომ წინააღმდგე და გადააჭარბო შენმა დინამიკამ, ღვთის მაძიებლობის დინამიკამ გადააჭარბოს იმის დინამიკას, ჭირდება სწორედ თავგანწირვა. თავგანწირვა ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მაღლა დადგე და საკუთარი თავი მსხვერპლად მიიტანო. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული. იმიტომ ვერ ერევითო თქვენ ცოდვას და იმიტომ არ ვითარდებით, რომ არღარა სისხლამდე წინააღდგომილ ხართ, თქვენ ცოდვისა მიმართ ახოვნად. სისხლამდე წინა არ აღუდგებით და იმიტომ. როდესაც აი ასეთ თემებზე ვსაუბრობ ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე, რომ ესე იგი, ამ შემთხვევაში ხა მე ვამბობ და ჩემს მიმართ, რომ აი ეს კაცო რეებს ასწავლის და სად შეგვილია და იმედი დაგვაკარგინა და მე ვასწავლი? მე ხო ვცდილობ, რომ წმინდა წერილიდან ამ უნარიდები რატომ მოვიტანო? იმიტომ რომ ვინც ესე ფიქრობს,
ის გამოფხიზლდეს და იფიქროს არა ისე რომ მე ვეუნები ამას, არამედ პავლე მოციქული ამ შემთხვევაში ჩვენ ხო ვერ ვერებით ცოდვას და პავლე მოციქული გვეუბნება მიზეს სისხლამდე წინარ ახარ აღდგომილი და იმიტომ ვერ ვერებით. ამიტომაც არის როცა თქვენ ღვაწლზე უარს ვამბობთ, იგივე გამოწამოდგომა იქნება თუ ასე შემდეგ, არაფერი მე გეუბნებით რომ ისე არაფერი გამოვა. არაფერი გამოვა. რატომ? იმიტომ რომ აი ესე სისხლამდე წინარ აღუდგებით. ღმერთი სიყვარულია, რა პავლემ არ იცის, რომ ღმერთი სიყვარულია. ეგების პავლემ ჩვენზე მეტი იცის. ღმერთი დიახაც სიყვარულია, რა თქმა უნდა. და ღმერთი არავის არ სჯის. ღმერთი არავისთვის არ არის პროკურორი და მოსამართლე. მაგრამ ადამიანი რომ არ იყოს თავისუფალი პიროვნება, ადამიანი რომ რაღაცა ბიომასა იყოს, რაღაც საგანი, რა პრობლემაა? ღმერთი აგიყვანდა და გადაგდგავდა, ლეკვს რო აიღებ, ლეკვს და სიცივიდან სითბოში შეიყვან. ის ლეკვი უნდა, რუხა კი უნდა, სითბო როგორ არ უნდა, მაგრამ ლეკვის დამსახურებას არ ეძებს. საყვარელია და შეიყვანეს სითბოში. ადამიანი ესე ლეკვივით 64-ში ვერ გადაადგილდება. იმიტომ რომ ადამიანი ლეკვისაგან განსხვავებით არის ღვთის მსგავსი და ხატება და მსგავსება არსება, რომელსაც ბუნების გარდა, რომელიც ლეკვსაც აქვს და ხანდახან ზოგიერთი ლეკვი, ზოგიერთ მუტრუკ ადამიანზე უკეთესიც არის თავისი ბუნებით, მაგრამ აი ადამიანს პიროვნება აქვს. უბრალოდ ადამიანი პიროვნებაა და ის საყვარელი ბუნება თუ არასაყვარელი, ხო, ეკუთვნის აბსოლუტურ თავისუფალ პიროვნებას. აბსოლუტურ ამ შემთხვევაში იმგაგებით რომ მას აბსოლუტური, იმიტომ რომ ღმერთია, აბსოლუტური იმგაგებით რომ მას თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაში არავინ არ ერევა და როგორ წარმოგიდგენია და როგორ უნდა მოხდეს გადაადგილება თავისუფალი პიროვნებისა სასუფეველში მექანიკურად. თუ ამ თავისუფალმა პიროვნებამ არ გააკეთა სწორი არჩევანი და ამ არჩევანის შესაბამის და ეს არჩევანი თავის ცხოვრების წესით არ დაამოწმა. როგორ უნდა მოხდეს? ამიტომაც არის რომ ღმერთი კი არის სიყვარული. ღმერთი კი არავის არ სჯის. ღმერთი არ არის არავის პროკურორი და მოსამართლე. მაგრამ შენ თუ შენი საკეთებელი არ აკეთე, შენი პიროვნება თუ არ დაიწვა და არ დაიხარჯა საკუთარი არჩევანის რეალიზებაში, შენი გადაადგილება მექანიკურად ყოვლადწმინდა სამების სიახში ანუ სასופველში ვერ მოხერხდება. გესმით? აი აქ არის ეს ძაღლის თავიო დამარხული რო ამბობენ, რატომ არის აუცილებელი ღვაწლი, რატომ არის სასაცილო პროტესტანტთა მოწოდება, რომ ღმერთი ცოდვას არ გითვლის და შენ რადგან იწმუნე მორჩა და რა დამთავრდა? საგანი ხომ არ ხარ? რას გევხარ შეხედე? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამას ვერ გზნობთ ჩვენ ძალიან ხშირად. და როცა ამას ვიგზნობთ, ამას კიდე ჭირდება მიმართულების სწორი ცოდნა, სწორი გაგება, რა არის სწორე, რომელიც შინაგანი ცხოვრება, ანუ მუდამ ხედვა ქრისტესი და საით წავიდა ქრისტე ადამიანური ბუნებით, ყოვლადწმინდა სამების სიახში, რა სიმაღლეზე, სრული დიდება, სრული მარჯვენით მამის, ანუ სრული სისავზე დიდება და ამბობს, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო, ხედავ, სად არის შენი გზა. აი ეს არის სულიერი ცხოვრება ყოველდღიურად განახლებადი უნდა იყოს. იმიტომ რომ რადგან ის ცოდვა მუდამ აგრესიული მოდის შენზე, შენ ერთი წამის გაჩერების საშუალება არ გეძლევა. აი მოუკლებელი ლოცვა, რომ არც ერთი წამი არ ვიყოთ ქრისტეს გარეშე, მოუკლებელი ლოცულობდეთ. რატომ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ ამბობთ ღამე წამოდგომაზე, გონიერი ლოცვის სწავლაზე? იმიტომ რომ ღამე წამოდგომა და გონიერი ლოცვის სწავლა შენში დაბადებს გენერატორს, რომელიც მუდამ ავტონომიური რეჟიმში დაიწყებს მუშაობას და მუდამ იქნება სწრაფვა ღვთისაკენ. მუდამ აი დიდი ბორბას რო დაატრიალებენ ხოლმე, დაატრიალებენ და მერე ბზგრიალებს დიდი ხნის განმავლობაში, მთელი დღე ბზგრიალებს. მერე ღამე ისევ დაატრიალებ, მერე მთელი დღე ისევ თვითონ ბზგრიალებს ინერციით. აი ინერციას უნდა მივახციოთ. და ამ ინერციის მიღწევა ხდება სწორედ გონიერი ლოცვის საშუალებით, როცა იქ ჯდები და საკუთარ თავს, ესე იგი, სიკვდილში ამყოფებს, სულ სიბნელეში, ერთ წერტილში, ესე იგი, ყველაფერი უნდა გათიშული გქონდეს, სააზროვნო აპარატის მხოლოდ იმ 5 სიტყვაში. რატომ? მთელი შენი რესურსი უნდა წავიდეს, რომ აი ეს ბორბალი დააბზგრიალო. ღვთის ღმერთთან ყოფობის
დაუოკებელი სწრაფვა და აბზგრიალო, რომ გათენდება და შენ საქმეების კეთებას რო იწყებ, როგორც ინტელექტუალური ისე ფიზიკური, ეს ბორბალი დღის განმავლობაში არ გაჩერდეს, ეყოს ინერცია შემდეგ ღამემდე. ესე ცხოვრობდნენ ის დიდი წმინდანები, რომლებიც დღეს სასუფეველში არიან და გარდა მოწამეებისა. მოწამეებმა ეს ერთხელ ისე დაატრიალეს და გარდაიცვალნენ. ოღონდ ეს ტრიალი ძალიან მძაფრი და ძალიან ძლიერი იყო. ისეთი კონცენტრაციის იყო, რასაც ვთქვათ, ისიხასტი მამა 30 წელი ცხოვრობს, აბზგრიალებს და გვასწავლის ჩვენ როგორ ვაკეთოთ, აი თქვათ მოწამე, თქვათ წმინდა გიორგი, ხო? ერთ ჯერზე, რამდენიმე დღეში, რამდენიმე საათში ხდება აი ამის თლიანად დატრიალება და ბოლომდე თავგანწირვაზე წასვლა. ამის გარეშე არ არსებობს. და ჩვენ ამის გარეშე გვინდა. შესაბამისად შედეგი ესეთია. დავდივართ, ვეზიარებით, მკვდარნი ვართ, არაფრის მოქმედნი არა ვარ. და სირცხვილია ეს. ამიტომ სულიერი ცხოვრება მუდმივად განახლებადი უნდა იყოს, მუდმივად სწრაფი და აი ეს ნიშნავს იმასაც, რომ დღევანდელი წირვა თქვენი განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც იყო წინა წირვა და შემდგომი წირვა განსხვავებული. რა თქმა უნდა, მე მესმის ვაიდეალებ, ყოველთვის შეიძლება ეს განსხვავება ვერ დაიჭირო, მაგრამ თუ მიზან მიმართულად ამ ხრივ მუშაობ, აღმოაჩენ, რომ არც ერთი წირვა, არც ერთი ზიარება, არც ერთი ღამის გატეხვა, არც ერთი მცდელობა გონიერ ლოცვისა ერთმანეთს არ გავს. ყველა სხვადასხვანაირია, ყველა ახალ გამოცდილებას გაძლევს და შენი ცხოვრება სულიერი რაღაც რუტინად კი არ გადაიქცევა, რომ აი ისევ დილის ლოცვები წავიკითხო და ისევ წირვაზე მოვიდე და ისევ ზიარებისათვის ისევ და მკვდარი რო ხარ, არა, ეს იქნება საოცარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ისეთი საინტერესო გახდის შენს ცხოვრებას, რომ თუ მანამდე არ გამოგიცდია, შეიძლება ასე ითქვას, არც კი დაგსიზმრებია, ისეთი საინტერესო გახდება შენი ცხოვრება. ჯერ გინდა აბა ისთვის მოვედით აქ. მიზანი. ჩვენი მიზანი ხშირად ეს ახალმოსულის დაავადება, მიზანი შეიძლება ის ვინც მოწყდება მიწას და მიზანი არ არის, რომ თქვა სამსახური იშოვოს, იმიტომ მოვიდა, ან განიკურნოს რაღაცა დაავადებისაგან. არამედ მოვიდა იმიტომ, რომ სამოთხე უნდა. და ეს არაჯანსაღი რელიგიური ხედვა, რომ სამოთხე რო გონია ჯილდო უფლის ერთგულებით ცხოვრებისათვის. აი ეს ბადებს ფარისევლურ სულს ზუსტად. რომ სამოთხე არის ჯილდო, რატომ? იმიტომ რომ მე კარგად ცხოვრობ, ყველაფერ წესებს ვასრულებ. აი ფარისევლური სული სად არის დაბადებული? სამოთხე არ არის ჯილდო ჩვენი კარგი ცხოვრებისათვის, რელიგიური ცნებების ზედმიწევნითი აღსრულებისათვის. აბა რა არის მაშინ სამოთხე? ანუ სასუფეველი. ეს არის უფალთან პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე მდგომარეობა. არა ჯილდო, არამედ უფალთან ჩვენი პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე მდგომარეობა, ნაყოფი. ესე იგი ჩვენი მიზანი ქრისტეა და არა სამოთხე. და სამოთხე ნაყოფია და თუ სამოთხე გინდა ქრისტეს გარეშე და ქრისტეს აი ესეთი გულმხურვალე ძიება ჭირდება, ვერანაირი სასופველი ჩვენთვის ვერ არიარსებებს. ჩვენ მაშინ ქრისტიანები არა ვართ. ჩვენ მუსულმანები ვართ, ან თქვა იეჰოველები ვართ და რაღაც ესეთი. ქრისტიანული სასופველი სხვა რამეა. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და დასასრულს მე მინდათ აი ამ თემასთან დაკავშირებით წაგიკითხოთ ამონარიდი ჩვენთვის ძალიან უაღრესად დიდი ადამიანისა, არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვისა, რომელიც ღირსი მამის სილვან ათონელის სულიერი შვილი იყო, იცით და ის რაც სილვან ათონელმა თავისი ბავშვური გულიდან აღმოსთქვა, შემდეგ სოფრონ სახაროვმა აკადემიურად გადმოსცა და შემდეგ სოფრონ სახაროვის სულიერი შვილია იეროთოს ლახოსი, რომელიც დღეს ცოცხალია 70 წლის მიტროპოლიტია, მან კიდევ უფრო გაამეცნიერა და გააკადემიურა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ მიტროპოლიტ იეროთოს ლახოსის ნაწერები რაც შეიძლება მაქსიმალურად მოიძიეთ და წაიკითხეთ და ასევე რა თქმა უნდა სოფრონ სახაროვისა. სოფრონ სახაროვის ეს ამონარიდი არის შესავალ სიტყვაში, რომელიც მან სილვან ათონელის ცხოვრებას დაუწერა. სამი მონიშნა გავაკეთე. პირველი მონიშნა, ანუ დავყავი სამნაწილად ეს ამონარიდი. პირველი მონიშნა ეს არის მართალი გზა, სწორი გზა, ჭეშმარიტი გზა. ამონარიდი ესეთია: ადამიანის ღმრთისაკენ მიმავალი გზა
დიდი ბრძოლებითა ახსავს. ანუ თან ეს ახლა როგორი ადამიანია არქიმანდრიტ სოფრო სახარო ხშირად გვითქვავს ვიმეორებ. ეს არის ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა 90-იან წლებში თუ არ ვცდები. და რომელსაც უწოდებენ ათონის თაზე მე-20 საუკუნის დიდ გრიგოლ პალამას. გრიგოლ პალამა ძალიან დიდია. მე-14 საუკუნის წმინდანია თესალონიკის ეპისკოპოსი და მას უწოდებენ რომ გრიგოლ პალამა ოღონ მე-20 საუკუნის და ეს არის ადამიანი 80 ახლა გარდაიცვალა ხო შეიძლება ასე ითქვას რომელიც ხელთუქმნელ ნათელს ჭრეტდა ანუ რომელიც ხედავდა თავის ღვთაებრივ ენერგიებში როგორც გრიგოლ ხანძთელი ხედავდა მაგალითად წარმოგიდგენიათ რა დიდია ხო და საოცრებაა მოკლედ და თან ჩვენი თანამედროვეა ხო და ამიტომაც არის რომ მისი ხედვა წმინდანობისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თანამედროვე ადამიანებისათვის იმისათვის რომ მაგალითად ავიღოთ და მივწვდეთ ჩვენ ზეციურ ფარველებს რომელთა ხსენებას დღეს არის ადამიანის ღმრთისაკენ მიმავალი გზა დიდი ბრძოლებითაა ახსავსე მარადიული ღვთაებრივი სიყვარულისაკენ სწრაფი მოსანგრი იგივე მოღვაწე მოსანგრი იგივე მეომარი ანუ მეომარია ქრისტიანი ანუ მარადიული ღვთაებრივი სიყვარულისაკენ სწრაფი მოსანგრის ანუ მეომრის მხედრის მოღვაწის სული უცილობლად ხანგრძლივი დროით გამოიცდება ანუ არ უნდა მოდუნდეს ხანგრძლივი დროით გამოიცდება რათა ჭეშმარიტად გონიერი და აი ამ ღვთაებრივი სიყვარულის დამტევნი გახდეს გონიერი ბრძოლაში გონიერი ბრძენი და ამ სიყვარულის და ანუ ღვთაებრივი სიყვარული უნდა დაიტიო და სჭირდება ამას სწორედ ბრძოლა მეორე მონიშნება აი ამ ამონარიდისა მეორე ნიშნული ეს არის ასე დავარქვი დაბკოლება აი ამ გზაზე ჩვენ დაბკოლება გვეელოდება დაბკოლება ესე წარმოაჩენს დაბკოლებას არქიმანდრიტი სოფრო სახაროვი მაგრამ ღვთის სიყვარულს ხშირად თავად მოსანგრის განსჯა ინტელექტი უპირისპირდება აი ერთ-ერთი მარტო ეს კი არ არის უპირისპირდება მაგრამ ერთ-ერთი რაც უპირისპირდება ჩვენი ტვინის ფუნქციაა რომელიც ამ პარტნიორების წყაროსაც წარმოადგენს რაც უფრო ძლიერი გაქვს ესე იგი ეს არის ინსტრუმენტი რომელიც კონტროლის ქვეშიდან შეიძლება გამოგივიდეს აი მაგალითად გული ხო შეიძლება წარმოგიდგენიათ აი თქვათ ადამიანს რომელსაც მეუღლე და ერთი ხუთი შვილი ყავს უცებ შეუყვარდება ვიღაცა და ესე იგი ყველაფერს აუბედურებს და ბოლოს საკუთარ თავსაც და რო ეკითხები რატო აკეთებ რა ვქნა შეუყვარდა გულს ანუ გული გამოვიდა კონტროლის ქვეშ ყველა მიცით კონტროლიდან გამოსული თვალი რო დააცეცებს აქეთ-იქით ყველა მიცით კონტროლიდან გამოსული ენა იტყვი რაღაცას რამმა თქმეინა კონტროლიდან გამოსული ნერვული სისტემა ვიღაცას რო დაუყებ დაუღრენ ეჩხუბები და მერე ნალობ კაცო როგორ ვერ მოვითმინე ჩემი ასევე კონტროლიდან გამოსული გონება რომელიც ეგრევე ამ პარტნიორებისკენ მიყავხარ ანუ ეს არის ინსტრუმენტი რომელიც მე უნდა გამოვიყენო და მიყენებს თვითონ თავის ჭკუაზე მატარებს. ანუ ესე იგი ღვთის სიყვარული ხშირად თავად მოსაგრის განსჯა ინტელექტი უპირისპირდება. რადგან მას, ანუ ამ განსჯის უნარს, იგივე ადამიანურ მიწიერ ლოგიკას არ ძალუც არ შეუძლია. ქრისტეს ჯულის დატენა, ისე როგორც რაც უნდა ძლიერი კომპიუტერი იყოს, არ ძალუს კომპიუტერს ღვთის საიდუმლოებების აღქმა და გაგება. არ ძალუს ქრისტეს ჯულის დატევნა. რამე თუ რატო არ ძალუს? სისულელეთ მიაჩნია. არ გეგონოთ არქიმანდრიტ სოფრონი რაღაც თავისას ამბობს, გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები. ღმერთმა რო ვერ გააგებინა ადამიანებს, რომ ჭეშმარიტება რა არის, მაშინ საჭიროდ ჩათვალა და სისულელის ქადაგებით გადაწყვიტა, რომ ადამიანებისათვის ჭეშმარიტება, ანუ ადამიანური გონებისათვის სისულელე მოიტანა. ჯვარცმული ღმერთი, რის გამოც დღემდე დაგვრცინია. გესმით? ამიტომ ეს სიტყვები ხარიდან მოტანილი არ არის, წმინდა წერილიდან ნაკვებია. სისულელეთ მიაჩნია გონებას. ღვთის ჯული და ქრისტეს ჯული. ასეთი პროტესტი ჩვენი გონებისა განსაკუთრებით ძიძალას მაშინ ავლენს, როდესაც ადამიანს აქვს პერიოდები ღვთისაგან მიტოვებულობისა. ეს პერიოდები ყველას გამოგვისწია, ეს პერიოდები ასევე აუცილებელია ჩვენთვის, როცა ღმერთი გტოვებს და აბა ვნახოთ რა სიზავ. შენი თავისუფლება ყველაზე მეტად მაშინ რეალიზდება, როცა ღმერთი უკან დგავს შენგან ნაბიჯს და რჩები მადლის გარეშე და ესე იგი მთელი შენი დაცემული ბუნება აბუნტდება. ქვენაგრძნობები, გული, ემოციები, შენი გონება და ასე შემდეგ.
ამ დროს მოდის ეჭვები, სარწმუნოებრივი და ასე შემდეგ. ეს არის დაბრკოლება, მაგრამ შემდეგი და ამით ეს იქნება ბოლო ნიშნული ამონარიდისა, დაბრკოლება უფრო კონკრეტულად და არქიმანდრი სოფრონი უფრო აკონკრეტებს ამ პრობლემას. მოსანგრეს, ანუ მოღვაწეს, მებრძოლს ღვთის სიყვარულისაგან განაშორებენ. რა განგვაშორებს ღვთის სიყვარულში იგულისხმება არა აბსტრაქცია აქაც, არამედ კონკრეტულად პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან, ჩვენი მხრიდან პიროვნული მაძიებლობა ღმერთთან ურთიერთობისა. აი ეს დაუოკებელი სწრაფა, რომ ქრისტეს გარეშე რომ შენი ცხოვრება აზრს კარგავს და არა მარტო ერთგულებ, ზოგს გონია რომ თუ ქრისტეს ერთგულებს მცნებებით, ესე იგი ეს არის სიყვარული ღვთისა, ეს არ არის. ეს დაახლოებით გავს იმას, ცოლი რო ქმარს ერთგულებს ოჯახის გარეთ და ყველგან იტყვი რომ აი მე ხშირად მომიყვანეს მაგალითი რა სანიმუშო მეუღლია, როგორი ერთგულია ქმრისა, მაგრამ სახლში ქმარს საერთოდ არ ელაპარაკება. იმიტომ ვერ იტანს. ან არც უფიქრი ამაზე. აი ესე რა. ანუ სინამდვილეში მას ქმარი არ უყვარს. ხო სწორია. იგივე შემთხვევაა ადამიანი რომელიც ერთგულებს ქრისტეს თავის ცხოვრების წესით, რომ წესია ესეთი და რაღაცა მას რელიგიური ინტერესები აქვს, რომ სამოთხეში იყოს და ამ ქვეყნიური ცხოვრება, მოკლედ რა, რაღაც არაჯანსაღია. მაგრამ ქრისტესთან პიროვნულ ურთიერთობას არ ეძებს, ეს არ არის სიყვარული. სიყვარული ეს არის უპირველეს ყოვლისა ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს ერთგულებასაც გარეთ ცხოვრებაში. მოსანგრეს ღვთის სიყვარულისაგან განაშორებენ. რაგან გვაშორებს ქრისტეს? ზოგჯერ სიცოცხლის სურვილი, ეხლა აქ სუბიექტური განცდები იქნება ჩამოთვლილი, რომელიც ჩვენთვის მრავალი ჩვენთაგანისათვის ახლობელია. აქ ლაპარაკია სიცოცხლის იმ სურვილზე, რასაც ამქვეყნიური სიცოცხლე ქვია, ხო? რომელიც ძალიან ხშირად არის სწორედ უფლისაგან ესე, ვინც აცხონებს საკუთარ თავს, იგი წარიწყმებს საკუთარ სულს და ასე შემდეგ. ვინც წარიწყმებს საკუთარ თავს, იგი აცხონებს საკუთარ სულს და ასე შემდეგ. ზოგჯერ სიცოცხლის სურვილი, ზოგჯერ სიკვდილის შიში. ანუ ეს რაც განგვაშორებს ჩვენ ქრისტეს. ზოგჯერ სწრაფვა სიამოვნებისაკენ, ზოგჯერ ავადმყოფობები, ან შიმშილი, ან დევნულობა, ან სხვა ტანჯვანი. ზოგჯერ სიმაღლე და ნათელი რაღაც აღმოჩენების და მიღწევების. ამქვეყნიური. ზოგჯერ სიღრმე და მშვენიერება გარკვეული სუბიექტური განცდების. ზოგჯერ სიდიადე რაღაცის დაუფლების და შესაძლებლობების მრავალფეროვნება. ზოგჯერ ანგელოსთა და სხვა ზეციურ ძალთა ძალების ხილვა. ზოგჯერ კი საშინელ ბნელ ძალთა ძალადობა ჩვენს. ანუ უამრავი რამ შეიძლება იყოს ეს მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენ ღვთისაგან სიყვარულს განგვაშორებს, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვახსენდება პავლე მოციქულის საოცარი სიტყვები: ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა და ჩამოთვლის მიწიერს ზეციერს, განსასწრებს სიხარულს, წარმატებებს, წარუმატებლობას, ვერაფერი ვერ განმაშორებს. ანუ ეს ნიშნავს იმას და პავლე მოციქული ატო ამბობს ამას. იმიტომ რომ ჩვენ მას მიუბაძოთ, მობაძავთ ჩემ და იქმენით ვითარცა მე ქრისტესა პავლე ამბობს, იმიტომ რომ პავლე გვეუბნება, რომ თუ ადამიანი გადაწყვეტს თავისი პიროვნული არჩევანით და მე ეცდება ამ არჩევანის საქმეში განხორციელებას, რომ მან უერთგულოს ქრისტეს და კონდეს მასთან პიროვნული ურთიერთობა, არ არსებობს სამყაროში ძალა და ენერგია, რომელიც ჩვენსა და ღმერთ შუად ჩადგება. ეს არის გზა წმინდანობისაკენ. და თუ ჩვენ ამ გზაზე დავდგებით, მაშინ დღევანდელი დღესასწაული, რომელიც კრავს აი ამ საერთო ციკლს, რომელიც იწყება ზაქეს კვირიდან და დღევანდელი დღით სრულდება, რომელიც შედის დიდმარხვის წინა პერიოდი, შემდგომ მთელი დიდმარხვა თავისი ვნების შვიდეულით, თავისი დიდი წითელი პარასკევით, თავისი დიდი შაბათით, აღდგომით, ამაღლებით, სულთმოფენობით და შემდეგ ყველაფერს ამას კრავს და ყველაფერი აზრს იძენს, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვცხონდებით, ყველაფერი ეს ჩვენთვის უაზრო იქნება. ჩვენთვის. ასე რომ ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. ღმერთმა ძალა მოგცეს, რომ სწორად გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, რას ნიშნავს იყო სასუფეველის მოქალაქე, როგორც პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ჩვენ სასუფეველის მოქალაქენი ვართ და როგორ ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ეს მოწოდება და ჩვენი ეს ცოდნა გავამართლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენში.
ამინ. მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.